რას ნიშნავს მოდიფიცირებული ადამიანი? პირს, რომელმაც შეიცვალა ფიზიკური გარეგნობა მიზანმიმართული ჩარევებით, როგორიც არის ტატუ, პირსინგი, ყურის დაგრძელება, სახის სხვადასხვა ადგილების ამოვსება, იმპლანტებით, გარკვეული ფორმის მიცემა, მაგალითად რქების ან ბორცვების სახით, ყვრიმალების, შუბლის ან თუნდაც ენის ფორმების შეცვლა, თვალის ფერის ცვლილება. კოსმეტიკური ჩარევების, ოპერაციებისა და სხვა პროცედურების დახმარებით ადამიანები სრულად იცვლიან საკუთარ გარეგნობას. სხეულის მოდიფიკაციას სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ. ყველაზე იშვიათ შემთხვევაში ეს ტრამვის დროს მიღებული დაზიანების გამოსწორების გამო ხდება. ყველაზე ხშირია, როცა უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით, სხეულის ნაწილებით, ზომით, ფორმით, ტექსტურით და იდენტობითაც კი. ამიტომ ირჩევენ მის შეცვლას ყველაზე ექსტრემალური ფორმით. ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება. მოდიფიცირებული ადამიანები შეცვლილ გარეგნობას სახელებსაც არქმევენ. ზოგი მათგანი ექსტრემალურ გარეგნობას ირჩევს შოკის ეფექტისთვის. შოკი მათ დანახვაზე ნამდვილად დიდია და თუ სადმე დაინახავთ, არ გაიკვირვოთ. რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით. პრინციპში, ყოველი მოდიფიცირებული ადამიანი განსხვავებულია და მათ ფანტაზიის უნარს ვაღიაროთ, საზღვარი არ გააჩნია. სხვათა შორის გინესის რეკორდსმენი პირსინგების რაოდენობით საქართველოშიც კი არის ნამყოფი. 66 წლის როლფ ბუჰოლცი გინესის წიგნში შევიდა როგორც ყველაზე მეტი პირსინგის მქონე ადამიანი. გერმანელ IT სპეციალისტს 516 პირსინგი აქვს მთელს სხეულზე, 90 ტუჩებზე, 25 წარბებზე, 8 ცხვირზე, დანარჩენი მთლიანად გადანაწილებულია მის სხეულზე. მათ შორის სასქესო ორგანოზეც კი. ასევე დაიმატა იმპლანტები რქების სახით, შუბლზე და აქვს შუაზე გაყოფილი ენა. 49 წლის მარია ხოსე კრისტერნა მენდესი ცნობილია როგორც ვამპირი ქალი. ზოგჯერ უწოდებენ ქალი იაგუარსაც. მექსიკელი იურისტი, ბიზნესმენი, აქტივისტი და ტატუს მხატვარი ცნობილია სხეულის ფართო მოდიფიკაციით. პირველი მისი მოდიფიკაცია მან მიუძღვნა აქტივიზმს, პროტესტს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ის გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ არის აღიარებული როგორც ყველაზე ტატუირებული ქალი მსოფლიოში. მისი სხეულის 96% არის ტატუებით დაფარული. ეტიენ დიუმონი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ცხოვრობს ჟენევაში. მისი სხეული ფეხიდან თავამდე დაფარულია ტატუთი. ასევე მან გაიკეთა სილიკონის იმპლანტები რქების ეფექტის მისაღებად. ცხვირზე, ყურებზე, ნიკაპზე ბეჭდის ფორმის საყურეები დაიმაგრა. 33 წლის ფრანგი ენტონი ლოფრედოს სურვილი იყო დამსგავსებოდა შავ უცხო პლანეტელს. ამიტომ სხეულის რამდენიმე ნაწილსაც კი შეელია. მან მოიჭრა ყურები, ცხვირის ნაწილი, თითები, სხეული სრულიად დაფარა ტატუს საღებავით, იმპლანტებით ამოივსო თავის სხვადასხვა ნაწილები, თვალისფერი სპეციალური პიგმენტით შეიცვალა და თვალსაჩინოებისთვის პირსინგებით გაამდიდრა სახე. არ ვიცი, სად ნახა ესეთი უცხო პლანეტელი. სანამ ის ეგრეთ წოდებულ უცხო პლანეტელის ვიძზე დადგებოდა, ზუსტად აი ასე გამოიყურებოდა. აი ამას ნამდვილად ქვია, რას არ გაიგებ ადამიანი. რთულია და ალბათ მიუღებელიც ვინმეს საკუთარი არჩევანი დაუწუნო, გააკრიტიკო ან გალანცხო. საკუთარ სხეულს ვისაც როგორ უნდა, ისე მოექცევა. გამარჯობა, მე ვარ გუგა და არაფერი მაქვს მოდიფიცირებული რამდენიმე უწყინარი ტატუირების გარდა. ეს კი პაციენტის მე-11 ვიზიტია. გამოყვებით YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, რათა გაიგოთ გაცილებით მეტი სამედიცინო სამყაროს შესახებ. ბაქტერიები არსებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ეს საგანგაშო ინფორმაციაა. ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური ჯანდაცვის კრიზისია, რომლის პროგნოზითაც 2050 წლისთვის წამლის მიმართ რეზისტენტული ინფექციების გამო შესაძლოა წელიწადში 10 მილიონი ადამიანი დაიღუპოს. ალექსანდრე ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენამ მედიცინაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მაგრამ თავად ფლემინგივე ამბობდა 1945 წელს, რომ ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება რეზისტენტობა გამოიწვიოს. ალბათ ეხლა იქედან გვიყურებს და ამბობს, ხომ გაფრთხილებდითო.
მეცნიერები პრობლემასთან საბრძოლველად ახალ ანტიბიოტიკებს სხვადასხვა გარემოში ეძებენ, როგორიცაა უდაბნოები, ოკეანეები და ადამიანის ორგანიზმიც კი. ანტიმიკრობული რეზისტენტობა მაშინ ვითარდება, როდესაც ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ პრეპარატებზე. შედეგად ინფექციების მკურნალობა რთული და შეუძლებელი ხდება. ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ანტიმიკრობული საშუალებების არასწორი და ჭარბი გამოყენება წამლის მიმართ რეზისტენტული პათოგენების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საჭიროა სასწრაფო ქმედებები და კვლევები. ბოლო წლებში ამ სფეროს ყურადღება ნაკლებად შესწავლილ გარემოზე გადავიდა. ანტიბიოტიკების ძიებაში მკვლევარები იკვლევენ გარემოსა და ორგანიზმების მრავალფეროვან სპექტრს. ბაჰამის ზღვის ფსკერიდან თუ აკადამასუ უდაბნოდან ფოთოლმჭრელი ჭიანჭველებით დამთავრებული. ახალი კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის სხეული თავად შეიძლება იყოს პოტენციური წყარო მოლეკულებისთვის, რომლებიც ახალ ანტიბიოტიკებად გარდაიქმნებიან. გენომის მოპოვება ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ეს გლობალური პრობლემაა და ამ შემთხვევაში მეცნიერების, ფარმაცევტების და ბუნების იმედად ვრჩებით. ანამნეზის დღევანდელი სტუმარი მოვიწვიეთ სერიოზულად ესაუბრა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა ქიშვარდას ბიჭს რა უნდა მოსთხოვო. იაპონიაში უნიტაზმა დაუსვა დიაგნოზი. გურჯაანის კლინიკაში კი იქით რჩევებს აძლევს ექიმებს. თუმცა მაინც რა აწუხებს გიგი გილიგაშვილს და რამდენი წელი იცხოვრა ჯანსაღად. ვნახოთ ერთად. გიგი გილიგაშვილის ანამნეზი, ესე იგი პირველი რა მაწუხებს. ესე იგი ახლა მოგახსენებთ რა მაწუხებს. პირველ რიგში რაც მართლა გულწრფელად მაწუხებს, ეს არის ალბათ ასაკიდანაც და ცხოვრების წესიდანაც გამომდინარე წნევები და ხშირად რა თქმა უნდა მიწევს მარეგულირებლის ჩამოსდალევა. ზოგჯერ წნევა მაქვს იმ ხელა, რომ ბაკურცი ხიბა გაზი ზაფრავკაზე არ არის, ამ ხელა წნევა, მე რო წნევა მაქვს. მაგრამ რა ვიცი, როგორღაც მივეჩვიე, ადრე რო ეხლა 120 მქონდა ნორმალური წნევა, ეხლა 140 მაქვს, ნორმალურად ავგრძნობ. არა, ბევრი რაღაცები მაწუხებს, ეხლა რომ ახსენდება, იმდენი რამე მაწუხებს, რომ აი ძველი ოპელივითა ვარ გაკეთებათ რო აღარ აღიც რა და რო ვფიქრობ სადამდესაც იმუშავებს, იმუშავოიო და მე მოვაშორებ თავიდან. აი ეგრე ვარ, სულ ყველაფერი მაწუხებს. მაწუხებს, ვალები მაწუხებს, გენაცვალე, მაგრამ რო დავლევ, რაც ვალი მაქვს გასესხებული მგონია. ჩემი იმუნიტეტი ჯერჯერობით მაქვს, არა უშავრა, ნორმალური არ ვემდური. ხო, ეს მეჯავრებოდა მაწვევდნენ თუ არა ძმრიან წინდებს. ჩემი მწარე მოგონება ყველაზე დიდი არის ძმრიანი წინდების და კომპოსტოვი ფოთლი დადება შუბლზე. ჯერიგერაც უმცხელა, ეხლაც უმატყუთ გიგამდის. ძმრიანი წინდა მე რა თმინდოდა, მაგრამ აუცილებლად წესი იყო, უნდა შეგეწვა ეს ძმრიანი წინდა, კომპოსტოვი ფოთლი დეგედო და აეგრე უნდა ხვითკში გეცურავნა და მე რავი ჩაითვლიდნენ რომ კარგად ეხდებოდი. ალბათ ხდებოდი, თორემ მააჯმები ხო არ იყვნენ რომ ბავშვობაში გადავიტანე ეს რაღაც სახადები თითქმის ყველაფერი გადატანილი მაქვს ყვავილის გარდა, იმიტომ რომ ყვავილი ჩემს დაბადებამდე მედიცინამ ბოლო მოუღო და სადღაც მოსკოვში ინახება ერთადერთი ვირუსიღა. დანარჩენი სულ ყველაფერი გადატანილი მაქვს. თუდად მახსოვს, თუდად რა მახსოვს, რა ვიცი. თუდად წარედ რაც დამახსოვრდა ალბათ ეგ იგულისხმება აქ. ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო ჩემ ჯანმრთელობაში დაახლოებით 7 წლის ვიყავი რომ გამისკდა ბრმანაწლავი. ამ დროს მქონდა ყბაყურაც და ვერანაირად ვერ მიხვდნენ დიაგნოზი ვერ დამისვეს ამ მუცლის ტკივილების და ყველა აბრალებდა რომ ეს იყო ყბაყურას ბრალი. 4 დღე მქონდა ბრმანაწლავი გახეთქილი, სისხლი მქონდა მოწამლული, უკვე და წერილით საღებული მქონდა, გადარჩენის შანსი იყო ალბათ 5% და ღვთის იმედით გადავრჩი მართლა შემთხვევით. და შესაბამისად მე თვეები ვიწექი საავადმყოფოში ეგ მახსოვს ძალიან ცუდად. ერთ დროს რომ მაწუხებდა და დავლი აქ ალბათ მეშველიანთ მამუკას ვალები იგულისხმება ჩვენი სოფლის ძალიან კარგი ბიჭია და მაგი ვალები მაწუხებდა ძალიან და დავძლიე ეს აღარ მაწუხებს. როგორც ეხლა ვიმიზეზებდი ავადმყოფნასო. ეხლა როგორც ყველა ბავშვის სკოლაში წასვლა რო არ მინდოდა დავალების დაწერა მეც ვიგონებდი რომ ავად ვიყავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ 10-დან 9 ჯერ ჩემი ეს ჩათლახობა არავის არ ასჯეროდა და შესაბამისად 1-2 ჯერ კარგათაც ვარ გაჩოთკილი მაგი გულითვი. ემოციური ვარ. ემოციური იმდენად ემოციური ვარ რომ ერთხელ რაღაც კვლევაზე ვიყავი და რაღაცები დამაკრეს სახეზე და რომ მომხსნეს ეს ადგილები სადაც დაკრული მქონდა დამწვარი. და ეს ექიმები გაგიჟდნენ, იმიტომ რომ ის საერთოდ არ იყო თბილი და მე მქონდა დამწვარი, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ცხელი იყო. მოკლედ
ვარ რა ეგ მინდა. უფეთქდები ხო, უფეთქდები ხოლმე აი სუფრაზე რო უკვე ლიტრა ნახევარ გავწდები და ვიღაცა რო აიქაზის და არ მისმენს და ფეხებზე რო იყიდია მე რო უფეთქდები. ფსიქოლოგის თვინ არ მიმართავს და ეხლა გეტყვით რატომ მე თვითონ დავამთავრე უნივერსიტეტში ფილოსოფია სოციოლოგიის ფაკულტეტი და რაღაც კუთხით ფსიქოლოგიაც გავიარე. შესაბამისად ამ ფსიქოლოგების ხრიკები ადამიანზე როგორ უნდა მოახდინონ ზემოქმედება, ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო და ამიტომ რაღაც ნდობა არასოდეს არ მქონდა. რომ მიმემართა ფსიქოლოგისთვის, იმიტომ რომ ხო ხვდებოდი რომ ის ჩემზე ზემოქმედებდა და რაღაც ნდობა მქონდა დაკარგული. COVID-19, 18, 99 და 2000 ყველაფერი მაგ სიმთვრალეში გადატანილი. ამიტომ არაფერი კარგად არ მახსოვს. ჩემი გათვლებით COVID ორჯერ უნდა მქონდა გადატანილი. ჩემი ვარაუდით, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი ის არ მაქვს, რა ქვია, დოკუმენტი. ხშირად დავდივარ ექიმებთან. კი ბატონო, გააჩნია ვის როდესაც ძალიან სადიკრიბებიან, რასაესვამენ. ზოგჯერ ხანიგეთ ექიმებთან ავქეიფობ, რომ ჩაკაფულისგან ბატკან აწყობენ. ძალიან ბევრი მეგობარი ექიმი, ოჯახშიაც მივდივარ ხშირად ექიმებთან და რა ვიცი, რესტორანშიაც სეზონ გააჩნია რა. ეხლა ლუდის სეზონია და უფრო ლუდის სახლებში ვიკრიბებით ხოლმე ექიმებთან ერთად. ვიკეთებ პროფილაქტიკურ ანალიზებს. აქ მარტო სიტყვა პროფილაქტიკა მეცნობა, ანალიზები ჩემთვის სხვა ანალიზები ბოლოს როდის გავიკეთე, არ ვიცი. არადა მჭირდება, ვატყობ რომ მჭირდება. ალერგიული არ ვარ. დაჟე შემიძლია გითხრათ, რომ სტუდენტობისას იმდენი ოხრობა მაქვს დალეული, შექსპირის რომეო რო ყოფილიყავი, მარტო იჟოგას მამცემდა, არაფერზე ალერგია არ მაქვს. მაქვს ფობია. ფობია ბევრი მაქვს. სიმაღლის ფობია მაქვს. გველებისა მეშინია, მევალეებისა მეშინია, ექიმებისაც მეშინია. მოტეხილობა არ მქონია, გარდა ცხვირისა. და ეს ცხვირიც ეხლაც იმ დღეს შუშის კარი იყო და ღია მეგონა და ლამფი პეპელასავით ჩავასკდი და ეს ცხვირი მაქვს წარამარა გატეხილი. ისე მძიმე მოტეხილობა არაფერი არ მქონია. ავარიაშიც ვარ მოყოლილი საკმაოდ მძიმე ავარიაში და არანაირი მოტეხილობა არ მიმიღია. უი ალკოჰოლი ჩემს ცხოვრებაში. აი მეგობრებო, ყველაზე საინტერესო თემა რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ ალკოჰოლის ცხოვრებაში. ალკოჰოლი კი არ არის ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე არის წარმოუდგენელი. ხშირად შევხვდებით, რომ გამოდიან ხოლმე ჩემზე ბევრად წარმატებული ადამიანები და ყველას უსვამენ ამ კითხვას, რომ თქვენ ალკოჰოლმა რამე პრობლემა შეგიქმნათ ცხოვრებაში და ესეც დიახ, მე პირიქითა ვარ ხალხო. თუ რამე მივაღწიე ცხოვრებაში, თუ რამეში რამე გამამადგა, ეს არის ალკოჰოლის დამსახურება. იმედი ამას რეკლამად არ ჩამითვლით, ნუ გეეკარებით ალკოჰოლს, იმიტომ რომ მილიონში ერთი შეიძლება ეგეთ დეგენერატი იყოს, რომ ალკოჰოლს მადლობა მოუხადოს მის ცხოვრებაში არსებობისთვის და საშინელება ნაბახუსები. ძალიან მაწუხებს ნაბახუსები, მაგრამ შესაბამისად როგორც პროფესიონალი ლოთი, მაქვს რამოდენიმე საიდუმლო და არასაიდუმლო ხერხი, რითაც ყოველთვის უშველი ნაბახუსებს. ასე რომ თუ გინდა რომ თვრალი იყო, ნაბახუსევსაც უნდა გაუძლოთ. სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს და ყველა სიხარულს თავისი ტანჯვა მოსდევს. რა პროდუქტზე ვერ ვამბობ უარს. რა თქმა უნდა ხორცზე. სოფელში ერთი კაცი ყავდა, იმ კაცმა გვითხრა ბალღებს, რომ შვილო, ადამიანმა თუ ხორცი არ აჭამაო, კუჭი თავითავ თვითონ შემოიჭამსო. ადგება კუჭი და თავითავის ჭამაი დაიწყებს, ადამიანმა თუ ხორცი არ აჭამა. ამიტომ ვეგეტარიანელებს ჩემგან ბოდიში ხორცზე უარს ვერ ვიტყვი. რას ამოვიღებდი რაციონიდან. აი როს შემეძლოს გულწრფელად ვამბობ, მაიონეზს ამოვიღებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ძალიან მიყვარს და ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ვერანაირად. ჯანსაღი ცხოვრებით უცხოვრ, ეს მე დამიწერე. მეგობრებო, აქ კითხვა გაიპარა, ეს კითხვა მე არ მეხება ეთყობა სხვა რესპონდენტისთვის იყო აქ წერია რომ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ და ამ კითხვას გავატარებ, იმიტომ რომ პასუხი არ მაქვს. სხვათა შორის მე 7 წელი ვიცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით. 7 წელიწადი. წვეთი არ დამილევია, ერთი ღერი სიგარეტი არ მომიწევია, არაფერი არ გამიკეთებია და მე ასეთი კარგი რო ვიყავი, მიმიყვანეს სკოლაში მშობლებმა გენაცვალე და იმის მერე დაიწყო ჩემი არაჯანსაღი ცხოვრების წესი. მძინავს ძალიან ბევრი მძინავ. იცით როგორ ვარ, აი დღეში მძინავს 5 საათი. კიდე კარგი ღამე მძინავს 10 საათი. რავი, საკმაოდ კმაყოფილი ვარ რა. ვიკვებები არ ვიკვებები სწორად, მინდა გითხრათ, ჯანსაღად არ ვიკვებები. ჩემი კვება ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე რო დამიძახებენ, რომ მოდი გიშვადაე ბიჭო, აბა გაცივდა ყველაფერი. მე აქედან არ მაქვს უფლება უთხრა, რომ დამახვედრეთ ბროკოლი და სალათის ფურცლები, იმიტომ რომ ადამიანი თავხედი არ უნდა იყოს, დაკვატიჟეს, მიდი და ჭამე, რასაც მოგტან. ამიტომ ხალხი რითაც იკვებება,
მეც იმით ვარჯიშობ. ნუ რაღაც დისციპლინებში ვარჯიშობ, მაგრამ ეს ის ვარჯიში არ არის თქვენ სახში, ნუ გაიმეორებთ, მეშინია დამემართოს. ყველაზე მეტად მეშინია დამემართოს სკლეროზი, რატომღაც. ერთი კაცი მივიდა საკონდიტროში რა და მაიტაო შვილო ერთი სკლეროზი მამეცითო რა. ძიაო ასეთიო ნამსხვარი ჩვენ არა გვაქვს და სწორად გაქვს ომსო სახელიო. საიდან მე მახსოვრება გაქანებული ეკლერი მაქვს შეკარგო შენა. ხოდა. აჰა. მე ვარ გიგი გილიგაშვილი პაციენტი. მამხედეთ ხალხო, ხო ხედავთ გადასარჩენი ვარ. ბიძიებო, დეიდებო, გამამიკულიეთ. კარგი მასალა ვარ გამოსაკვლევად. მადლობა ყურადღებისათვის. მოვჩი. მაწონი, კარაქი, ალოეს ფოთლის სითხე, ან თუნდაც ათქვეფილი კვერცხის გული დაიმახსოვრეთ. ერთხელ და სამუდამოდ რომ მსგავსი საშუალებები არ გამოიყენება დამწრობის დროს. დამწრობა ხშირ შემთხვევაში უყურადღებობის გამო ხდება. შემთხვევითობა, დაუფიქრებლობა ის ხშირი მიზეზია, როცა კანს ვაზიანებთ. ჩემი სტუმარია სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე. თამამად ვიტყოდი, რომ მისი დამსახურებით უკვე 2 წელია ლეღვის ნახარში დამწრობა არ დაფიქსირებულა. თუმცა უამრავი შეცდომაა, რის გამო საკუთარ კანს უნებლიეთ ვაზიანებთ. მიიღეთ სწორი რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 11 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას დამწრობის გამო. დამწრობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი დაახლოებით 180,000 ადამიანს შეადგენს. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში დამწრობა ასოცირებულია პირველ რიგში ზაფხულში რუჯთან და მზესთან, ხოლო ზამთარში პიროტექნიკის არასწორ გამოყენებასთან. თუმცა დამწრობის მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ცეცხლი, ქიმიური ნივთიერებები, ასევე სოფლის, საოჯახო ან ელექტრო ხელსაწყოები და ტექნიკის საშუალებები. ასევე რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს ადუღებული წყალი. ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად, რეკომენდაციების მისახებად, ჩემი სეხნია ყველასათვის კარგად ნაცნობი, ვინ თუ არა გუგა ქაშიბაძე მოვიწვიეთ. და უფრო ზუსტი რო ვიყო, მოდით მაინც ვახსენებ, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი, თავისთავად პლასტიკური ქირურგი. კიდევ ერთხელ გამარჯობა ბატონო გუგა. გამარჯობა, მოგესალმებით გუგა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა თქვენი სფერო ესე ვთქვათ, უფრო მწვავდება, მზე უფრო და უფრო მცხუნვარე ხდება და ჩვენთან, როგორც ვთქვი, მაინც ხშირ შემთხვევაში ალბათ უფრო პრევენცია ამის წინააღმდეგ ხდება ხოლმე. თქვენი დაკვირვება როგორია? ხო, ბევრს გონია რომ ზაფხულში იმატებს ჩვენი სამუშაო, პრინციპში მთელი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ბევრი გვაქვს სამუშაო, სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს დამწრობითი დაავადება, ანუ დამწრობა არის ისეთი ტრავმა, რომელიც თავიდან აცილება დაახლოებით 80-82%-ში შეიძლება და ცოტა მეტი ყურადღება რო გამოგვეჩინა, ცოტა მეტი დაფიქრება რო გამოგვეჩინა. სამწუხაროდ ეს არის დაზიანება, რომელიც თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება ხოლმე. ყოველთვის გულდასაწყვეტია, როცა მსგავსი მიზეზებით ხვდებიან პაციენტები ჩვენ ერიგად. საერთოდ პირობითად მაინც იყოფა ბავშვები ღებულობენ ხოლმე ძირითადად სახში დამწრობას, ეს არის საყოფაცხოვრებო დაზიანებები, საჭმლის სახარში იქნება, ცხელი წყალი იქნება, ჩაი, ყავა და ასე შემდეგ და მოზრდილები კი სხვა ადვილად სითხებით იღებენ დაზიანებას, კერძოდ გაჩენილი ხანძრებით, გაზის აფეთქებით, ელექტროკონტაქტური დაზიანებით და ასე შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველას გონია, რომ სახში სამზარეულო არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, არა პირიქით არის ყველაზე საშიში ადგილი თითოეული ჩვენთაგანის სახში, ოჯახში ეს არის სამზარეულო. არა მარტო დამწრობის ხმებს, სხვა ტრავმის მიღების მიზნით. აი გვაქვს გაზი, აქ არის ძალიან ბევრი ელექტროგაყვანილობა, აქ არის ცხელი სითხეები, აქ არის მჭრელი საგნები, აქ არის სიმძიმეები და ასე შემდეგ. ასე რომ ასე თვალი და ასე ყურე. სანამ გადავიდოდეთ ესე ვთქვათ ამ სფეროს უფრო სერიოზულ პრობლემებზე, არ შემიძლია არ შევეხო დამწრობის იმს კუთხეს, რომელიც ნებაყოფლობითი არის. აი ეს ლეგენდა და ეს ამბები, რომლებიც ლეღვის უკავშირდებოდა და ამ ხილის გამოყენებას ესთეტიური კუთხით, ხშირ შემთხვევაში მანდილოსნების მიერ, საკმაოდ ბევრი პრობლემა მოყვა თავის დროს. ხო, პრინციპში ჩვენ და სასიხარულოდ მთელი ცენტრი გამხარებული ვართ
2 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა აღარცეთი შემთხვევა, თუმცა მანამდე დაახლოებით 12 წელი ყოველწლიურად ყოველ ზაფხულს გვიწევდა ესეთ პაციენტებთან ურთიერთობა და მათი გამოჯანმრთელება. არა მარტო მანამდე ჭაბუკებიც კი ყოლდნენ ესეთი მსგავსი დაზიანებით. უბრალოდ საფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით ეს რუჯის მიღების მიზნით უბრალოდ მზეზე დამწრობა სამწუხაროდ ხშირია და ახლა გუშინ გავწერეთ 7 წლის ბავშვი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული დაზიანება ჰქონდა, ესე ახსნა, რომ ბავშვი აუზთან დიდხანს თამაშობდა, ძალიან ისეთია, ძალიან ყურს ხვდება განიცდის ექიმიც. ეს არის დაზიანება, როცა თქვა შეგიძლია აუცილებლად მზის განდამცავი კრემი წაუსვა ბავშვს და ააცინო ამ ხიფათს, ხო? ხო, ეს ბავშვის ვერც სიცილკით ვერ დააბრალებ, ვერც ის რომ გართობა უნდა, აუზი უნდა, გასაგებია, მაგრამ როგორც თქვა ნებისმიერი საცურაო კოსტუმის გარეშე ხო არავინ არ წავა პლაჟზე და არც ბავშვს არ გაუშვებს, ხო? ასევე თქვა მზის განდამცავი კრემი ეს არის აუცილებლობა, რათა თქვა მსგავსი დაზიანება არ მივიღოთ. სამწუხაროდ გარდა ეხა ესეთი თვითნებურად მიღებული დაზიანებებისა ხდება უბედური შემთხვევები, როდესაც მათ ვერაფერს ვერ აკონტროლებ, აქ არც თქვა წინასწარ არავერაფერს ვერ გათვლი და ასე თუ ისე საკმაოდ სერიოზული დაზიანებების მიღება ხდება. იმიტომ რომ ეს მარტო ლოკალური პრობლემა არ არის ხოლმე, განით ეს არის, როცა თქვა დიდი ფართობია და ღრმა დაზიანებები, აქ უკვე ერთვება მთელი ორგანიზმი, მიმდინარეობს დამწრობითი დაავადება, მაგიტომაც ჩვენ ცენტრის შემადგენლობაში შედის უშუალოდ დამწრობითი რეანიმაცია, სადაც მსგავსი პაციენტები არც თუ ისე იშვიათად ხდებიან. აი რომ ჩაუღრმავდეთ ზუსტად მაგ ნაწილს, იმიტომ რომ მეც მათ შორის როგორც ძალიან ბევრს მგონია რომ კანის დამწრობა ეხება მხოლოდ კანის ორგანოს, მაგრამ საქმე არ არის მხოლოდ ასე. აი რომ ჩაუღრმავდეთ, კიდე რა შეიძლება დაზიანდეს? კანი არის ყველაზე დიდი ორგანო, მისი ფართობით და მოცულობის თვალსაზრისით დაახლოებით 12 ფუნქციას ასრულებს ჩვენ ორგანოში, როდესაც მისი დიდი ფართობის დაზიანება ხდება და ასევე გარკვეულად ღრმა დაზიანებაც ხდება, უკვე მთელი ორგანიზმს უწევს კანის აღდგენასთან გამკლავება. მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ინტოქსიკაცია და არც თუ იშვიათად პოლიორგანული უკმარისობაც კი განსაკუთრებულად დაუცველები არიან პატარა ბავშვები და მოხუცებულები, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღება მათ ჯანმრთელობას ბუნებრივია ექცევა. ყოველ შემთხვევაში კანი არ არის ადვილად აალებადი ქსოვილი, როცა ცხელი მოუკვიდო და უცებ აალდეს, ეს გასაგები რომ იყოს მარტივად ჩვენი მსმენელისთვის, რაღაცა უნდა იწოდეს მაღალ ტემპერატურას გამოყვდეს, რომ საკმაოდ სერიოზული ღრმა დაზიანება მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს თქვა ტანსაცმელი, შეიძლება იყოს ცხელი სითხეები, შეიძლება იყოს სხვა საწვავი, რომელიც წვის დროს გამოყვს ძალიან მაღალ ტემპერატურას, ეს შეიძლება იყოს ელექტრული დენი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, კანი არის ჩვენთვის კომბინეზონი, რომელთაც ვთქვათ ურთიერთობთ მის გარემოსთან. მისი სერიოზულად დაზიანების შემთხვევაში კი ჩვენ შინაგან ორგანოებს საკმაოდ სერიოზული დაზიანება ემუქრება. მოდით ახლა ისევ და ისევ დავუბრუნდეთ ზაფხულის თემას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მარტივი არის და არაფერი არ უნდა დამცავის თანტარებას და ეს უნდა გახდეს ყველასთვის აუცილებელი. მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი მიდგომა, ბევრი იდეა, რომ დილის მზე არ არის პრობლემური, საღამოს მზე, მაისის მზე, მზე ატრიალეს მოკლედ ყველანაირად და მაისის მზე. მართლაც ესე არის, რომ დაუშვათ მზის ხივს, ექნება განსხვავება, მაგრამ დამწრობის კუთხით ძალიან მარტივი ტესტია, რომელიც შეიძლება ყველამ დაიმახსოვროს. როდესაც ჩვენ ჩრდილი არის გრძელი, მაშინ მზე არის უხიფათო. როცა ჩვენ ჩრდილი ნელ-ნელა მოკლდება და საერთოდ აღარ ჩანს, მაშინ ჯობია მივხვდეთ, რომ მზე პიკშია და ეს აუცილებლად დამწრობას გამოიწვევს. დაახლოებით დრო არის, ესე იგი, მზე არის უხიფათო 11 საათამდე და სადღაც 4-დან 5 საათის შემდეგ. აი ამ შორისშუალედში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მზეზე ყოფნა უბრალოდ ხანგრძლივად მოვიქნებით და თუ მაინც გვინდა აი ამ პერიოდში რაღაც ისე ყოფნა, აუცილებლად უნდა მზისგან დავცავი კრემი წავისვათ. მზისგან დავცავ კრემსაც თავისი მოხმარების წესი აქვს, მას 2 საათში ერთხელ განახლება ჭირდება, თუ ხშირად წავდივართ წყალში და ასე შემდეგ. ასევე მზისგან დავცავი კრემის დროს სამწუხაროდ გქონია შემთხვევები, როცა თქვა მთლიანად
კარგად არ წაუსვიათ და იმ ადგილებში, სადაც დარჩენილია, თქვათ, წასმა, ზუსტად ის ადგილები იმ ადგილებზე მიუღიათ სხვადასხვა დამწრობა. ასევე უნდა მოუფრთხილდეთ კიდევ ერთხელ ზევით კი ვთქვი, მაგრამ არ დამეზარება ამის გამეორება, განსაკუთრებით პატარა ბავშვების და მოხუცებულები, არა მარტო თქვათ მზის სხივებზე ხადლად ყოფნა, ის სიცხეში ყოფნაც არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ მზისგან დამწრობასთან ერთად ძალიან ხშირ კომბინაციაშია ეგრეთ წოდებული გადახურება და მზის დაკვრა. მესმის რომ რუჯი უფრო ლამას აჩენს ჩვენს სხეულს, პატარა ნაკლებს ფარავს, უფრო გამხდარს აჩენს. გოგოებს უფრო მოწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოწონთ გარუჯული, რაღაცნაირი დაკვეთაც არის, მაგრამ ერთ დღეში და დღენახევარში და თუნდაც ორ დღეში რაღაც ისეთი განსაკუთრებული შეფერილობის მიღება, ეს არის წარმოუდგენელი ფუჭი ოცნება. ამით მარტო ვთქვათ დამწრობას ვიღებთ. ისიც მესმის რომ სულ გაქვს რაღაც შეგულება 3-4 დღე აქედან 2 დღე წვიმს, 2 დღეში გინდა ყველაფერი მოასრო, მაგრამ მერწმუნეთ რომ კარგი დასვენებისთვის აუცილებელია რომ ჯანმრთელად ვიყოთ. ამიტომ ჯობია რაღაც ესეთი თანაბარი ჯანმრთელი სპორტული რუჯი გქონდეს, ვიდრე ვთქვათ დამწრობის საწინააღმდეგო ბრძოლაში გავატაროთ ჩვენი დასვენების დღეები. აქვე მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს ჯანმრთელი რუჯი. ნებისმიერი რუჯი ეს არის დაზიანება და გარკვეული სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის. აი ეს შემდეგ კითხვა ზუსტად ეს იყო. ნუ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება რუჯი სულ არ უნდოდეთ, მაგრამ უნებლიეთ პროფესიიდან, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ისინი ირუჯებიან. და ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანების რუჯი აი რაღაცა ნელა მიღებულია და საკმაოდ დიდი ხანს გრძელდება ხოლმე და აი ეს რუჯი რამდენად სახიფათო არის ეს დამწყობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ნებისმიერი რუჯი ეს არის გარკვეული სტრესი და დაზიანება ჩვენი უჯრედების. ამიტომ ჯანმრთელობისთვის არანაირი რუჯი ეს არ არის ვთქვათ არანაირად არ ეხმარება ჩვენი ჯანმრთელობას. ეს ერთი. მეორე, გააჩნია ადამიანის კანის ტიპი, სულ არის 4 კანის ტიპი. ერთი არის ძალიან ღია ფერის თვალებით, ღია ფერის თმებით და აი როგორ გითხრათ, ესეთი ადამიანები საერთოდ ვერასოდეს ვერ იღებენ რუჯს. რამდენჯერაც არ უნდა გავიდეს, იმდენჯერ დაიწובה. არის მეორე ტიპის კანი, ასევე ღია ფერის კანია, ესენი ძალიან უმეტესად იწვევიან და ძალიან იშვიათად ირუჯებიან. არის მესამე ტიპის კანი, შედარებით მუქი და მუქი ფერის თვალებით და თმებით, რომლებიც იშვიათად იწვევიან და უმეტესად ირუჯებიან და არის მეოთხე ტიპის კანი, რომელიც არასოდეს არ იწვება და პირდაპირ ირუჯება. ჯობია წინასწარ ვიცოდეთ დერმატოლოგთან როგორი ტიპის კანი გვაქვს, რომ მაგის სამხედროდ ავაწყოთ ჩვენი მთელი ზაფხული. ჩემი აზრი ესეთი რომ განსაკუთრებით გაზაფხულის მერე პირველი ვიზიტი რო გვაქვს და რაღაც ჭარბად გვინდა სისხლების მიღება, ჯობია დავიწყოთ ფსისგან დამცავით, რომ რაღაცა თანაბრად მივიღოთ ეს რუჯი. ზოგს ხა ალბათ თქვენს გინახიათ, ხა შეხედოთ შეიძლება გულიც გაგისკდეს ბავშვებს შეეშინდეს ხანდა ყოფილა რომ პატარა ბავშვთვის თვალებზე ხელი ემფარებიან, სტრესი არ მიიღო, ისეთი ფერი გქონია. აი ეს კანის ტიპები ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ ბზის დამცავით სათანადო ავარჩიოთ. ბუნებრივია ბზის დამცავი ბუნებრივია, არის სხვადასხვა ხარისხის დაცვა უზრუნველყოფს. ამიტომ თქვა პირველი მეორე ვიზიტის დროს ვთქვათ სანამ კარგი გაგვერუჯება, ჯობია აი მაგის მიხედვით კლასიკურად მივიღოთ და არ უნდა დაგვეწყდეს მისი განახლება, იმიტომ 2 საათში ერთხელ მისი ჩამოცილება ხდება. აქვე მინდა ვთქვა რა ხან ზეზე და სოლარულ დამწრობაზე მიდის საუბარი, ხშირად გაგვიგია რომ იცით რომ აი მოღრუნული ამინდი იყო და არ მეგონა თუ დავიწვებოდი ღრუბელი ბედურად არ აკავებს იმ მზის იმ სხივებს, რომლებიც იწვევს ჩვენი კანის დამწრობას და დაზიანებას. ასევე ხულგის ქვეშ ჩრდილში ჯდომაც მზის გულზე ირიბის მზის სხივები მოქმედებს და მაინც შეიძლება დამწრობა მივიღოთ. სამწუხაროდ ქონია შემთხვევები, რომ დამწვარა საღამოს მიხვდა რომ დამწვარა ის ბუშლაკები გაუხეთქია, გაცკრემი წაუსვია დილას თავიდან მზის გულზე დამწვარა და განსაკუთრებულად დაზიანება მიუღია. აი ზუსტად ეს არის ხოლმე მიზეზი პიგმენტური ლაქების გაჩენის ის მოცილებას დერმატოლოგი დახმება, რომ საკმაოდ სერიოზულია და ხშირად შეუსრულებელი მისიაც კი არის. თუ მაინდა-მაინც მზის გულზე ვართ, განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები არ უნდა დაგვეწყდეს ღია ფერის ქუდი, იმიტომ რომ ეს ირეკლავს ის სხივებს სათვალე და მაქსიმალურად დამცავი
თქვათ წყლის კოსტუმი ალბათ გინახიათ სხვა რეკლამებში უცხოეთში რომ პატარა ბავშვებს მაქსიმალურად ესეთი დაცული საცურაო კოსტუმები აცვიათ ჩვენ და კი სამწუხაროდ ხშირად ნახავთ რომ მაქსიმალურად დამცველი კი არა საერთოდ კოსტუმი არ აცვია და შიშველი დატანტალებენ პლაჟზე ცოტა გადაუხვევ რადგან ახსენეთ და არ მინდა გამომეპარეს სათვალე და ბევრს რატომაც მიაჩნია რომ სათვალე არ არის აუცილებლობა რადგან თვალიც ზიანდება ეს რო ახსნით ხო იწუება თვალის გუგა ესე იგი ვინც მთაში ხშირად დადის ვთქვათ იგივე ალპინისტები იქნებიან მონადირები იქნება მათ იციან რომ სათვალის გარეშე განსაკუთრებით სიმაღლეზე და მზეზე არ შეიძლება რაღაცა პერიოდით დააყოვნება მოხდეს. ეს კი არა მეცად კეთყვი ნებისმიერ ალპინის სათადარიგო სათვალეც კი აქვს ზოგ ჩანთაში, იმიტომ რომ ერთის დაზიანების შემთხვევაში მეორე გქონდეს, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება შეიძლება მიიღო. ეს ვთქვათ ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე ჩვენ სამთო კურორტებზე, ბაგურიანში, ბუდაურში, როცა ვთქვათ არა მარტო მზეზე, მზის სხივების არეკლა ხდება თოვლიდან ძალიან კარგად ირეკავს და რამოდენიმე დაზიანებას ხებულობ და სათვალის გარეშე საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს ხებულობ. და კიდევ ერთი ორგანო რომელიც შეიძლება ადამიანს დაეწვას კანის გარდა არის ორგანო რა პირის ღრუ სივრცე რომელიც იწვის ხოლმე. მაგრამ რომელიც უფრო ამტანი არის. ხო, უბრალოდ კანის ლორწოვანის დაზიანება ჩვენი სფერო არ არის. ხო სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისი დაზიანება და ხშირად თქვათ ერევათ ხოლმე განსაკუთრებით ეს ადრე უფრო ერეოდათ სხვა ქიმიურად აქტიური ნივთიერებების გემოს გასინჯვა ჩაყლაპვა იწვევს პირის ღრუს და საყლაპავის ქიმიურ დამწრობას და რახან დამწრობა არის ეშლებათ ხოლმე და ჩვენ კლინიკაში მოყავთ ხდება ხოლმე გადმომისამართება ამას თქვათ იმის დამიხედავად თუ პირის ღრუ არის დაზიანებული ყურის ექიმები უზრუნველყოფენ მათ სერვისს თუ თქვათ საყლაპავია დაზიანებული გულმკერდის ქირურგები ეს არის საკმაოდ ვერაგი და სერიოზული დაზიანება რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად კურნალობას სჭირდება და საყლაპავის ქიმიური დამწრობის დროს არც თუ დადებითია ხშირად გამოსავალი. ეხლა მოდით თავდაცვის საშუალებებზე ვისაუბრეთ და მოხდა და დავიწვით რა უშველოთ თავს. პირველი დახმარება შედარებით მარტივია, თუ რამოდენიმე წუთის განმავლობაში აქვს აზრი ცივი გამდინარე წყლის ქვეშ ამ დამწვარი ქსოვილის შეშვერას, უბრალოდ რამოდენიმე წუთი და ჯობია დაყოვნება არ მოხდეს, მაგალითად 5 წუთის მერე, 10 წუთის მერე თქვათ ტევანი გვაქვს დამწერილი ტევანის წყლიდან გამოგებულ ტკივილს იწვევს და ისევ შეშვერა გვინდება ხშირად ყოფილა რომ მოსულა პაციენტი რომელიც თქვათ წყლის სავსე ჯამში ხელი ჩაყოფილი და ამიტომ რამოდენიმე წუთის განმავლობაში აქვს აზრი რომ აი ეს გახურებული ქსოვილი გაგრილება მოხდეს. ბუნებრივია ესე იგი ამას სანამ წყლით გაგრილებას დავიწყოთ ჯობია დამწვარი ტანსაცმელი ან თქვათ დუღარე გადაეცხა ბავშვს სწრაფად გავხადოთ და ესე შეუშვიროთ გამდინარე ცივ წყალს. ესე იგი, ტანსაცმლის განაცვლება სწრაფად განთავისუფლება და გამდინარე ცივი წყალი. შემდეგ ჯობია ოჯახში ბუნებრივია იყოს ანტიბაქტერიული დამწობის საწინააღმდეგო რომელიმე პრეპარატი, რომელსაც წასვლა ხდება, აუცილებლად შეხვევა თუ კანის მთლიანობა არის დარღვეული და ვიზიტი ექიმთან. ძალიან ხშირად ღრმა დაზიანება ერთის შეხედვით თითქოს არ არის ჩვენთვის სერიოზული. იმიტომ ტკივილი ნაკლებია, ნერვული დაბოლოებები რაც უნდა გვეტკინოს, ისინი უკვე აღარ არის ცოცხალი, დისკომფორტიც ნაკლებია, ერთის შეხედვით არ გამოიყურება საშიშად ესეთი სპილოზული სფერია, მოთეთრო მონაცრისფრო. ესეთი დაზიანება უფრო მეორე, მესამე, მეოთხე დღეს უფრო გვაწუხებს ხოლმე და მერე ხდება ხოლმე ვიზიტი და ისეთი შედარებით ზედაპირველი დაზიანება, რომელიც ბუშტულაკებით არის წარმოდგენილი, ის უფრო საშიშად ხშირად გამოიყურება. ამიტომ არც თუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე ესეთი დაგვიანებული ვიზიტი ექიმთან. თქვენ უკვე ახსენეთ რამოდენიმე ტიპის დამწრობა და ვიცით და გაგვიგია ყოველ შემთხვევაში მე რომ არსებობს ეს კატეგორიები დამწრობის. როგორ გვიმარტოთ? ესე იგი, პირველი ეს არის ფართობი, რომელსაც საზღვრავთ ჩვენ მთელი სხეული, მთელი კანი არის 100% დაახლოებით მოზრდილი მამაკაცის ერთი ხელის გული არის 1%. ვთქვათ, ზემოკიდური არის 9%, ქვემოკიდური არის 18% და დაახლოებით ესეთი ფორმულით ითვლება. ეს არის ფართობი. ხა ლოგიკურია რომ რაც მეტია ფართობი, მით უფრო არის სიმძიმე. ესე იგი ფართობს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ არა მთლიანად გადამწყვეტი. მეორე არის სიღრმე.
ანუ რა სიღრმეზე არის დაზიანება? არის სულ 4 ხარისხი, პირველი ხარისხი ეს არის უბრალოდ ჰიპერემია და კანის ოდნავ გაწითლება, ეს არის ყველაზე ზედაპირული დაზიანება. ძირითადად მზეზე იწვება პირველი ხარისხი, ან შეიძლება მეორე ხარისხი. მეორე ხარისხი არის ეცეთი წვრილი ზომის ბუშტულაკები, თხილკედლიანი სეროზული სითხით სავსე. პირველი და მეორე ხარისხი წარმოადგენენ ზედაპირულ დაზიანებას. შემდეგ მოდის მესამე ხარისხი. მესამე ხარისხი იყოფა 2 ხარისხად, მესამე A ხარისხი და მესამე B ხარისხი. მესამე A ხარისხი ეს არის ღრმა დაზიანება, მაგრამ კანი თავისით ხორცდება. მას ახასიათებს გიგანტური ზომის ბუშტულაკები, რომელიც უფრო სქელია, სქელკედლიანია, შიგნით სეროზული სითხე თხელი არის, ჟელესავით არის, დიდი ზომის არის. მესამე B ხარისხი ხდება უკვე ღრმა დაზიანება, მაგრამ ისეთ დონეზე, რომელსაც სჭირდება კანის გადანერგვა. და შემდეგ უკვე მოდის კანის მთელი შრის დაზიანება, თავის კანქვეშა ქსოვილებით, ცხიმოვანი კუნთებით, ცვლებით, ეს არის მეოთხე ხარისხი. ბუნებრივად მნიშვნელოვანია ფართობის და სიღრმის ერთად შეჯერება დიაგნოზის დასასრულად. თუმცა არც ორი ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. მესამე არის კიდევ თქვათ ლოკალიზაცია. შეიძლება ფართობი მცირე იყოს, ღრმა დაზიანება იყოს, მაგრამ ლოკალიზაცია იყოს ძალიან სახიფათო. მაგალითად, ის იყოს კისრის წინაზედაპირი, სახისარე, ტენვანი, ფუნქციური ადგილები, აი ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამით არ ვთავდება დიაგნოზის დასმა, კიდე მნიშვნელოვანია ასაკი. იმიტომ რომ თქვათ პატარა ბავშვებში მოხუცებში სულ სხვანაირად მიმდინარეობს ესა თუ ის დაზიანება და ახალგაზრდა ასაკში სულ სხვანაირად მიმდინარეობს. აი ამ 4 ფაქტორის გათვალისწინება ხდება დიაგნოზის ზუსტად დასასრულად. საკმაოდ ხო მარტივი ყოფილა თუ იცი განსაზღვრა ამ ყველაფრის, მაგრამ ისევ და ისევ არავის არ უსურვებ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს. კიდე მინდოდა ძალიან გამეგო პირველი მეორე ესე ვთქვათ მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში თუ ვართ აგარაგზე თუ ვართ ქალაქგარეთ ჩვენ სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია შევიმსუბუქოთ ცივი წყლის და ეს პირველი დაუშვათ გადავაგორეთ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ანტიბაქტერიული ისეთი წყალში ხსნადფუძეზე დამზადებული სხვა კრემები არსებობს რომელიც შეგვიძლია თავისუფლად წავისვათ და ესეთი დაზიანება ხდება ძალიან სწრაფი ალაგება დაახლოებით მას სჭირდება ვთქვათ 1 კვირა 10 დღე, განსაკუთრებით მეორე კვალსაც კი არ ტოვებს, თუ მეორადად არ მოხდა მისი დაინფიცირება და არ მოხდა მისი დაღრმავება. სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევები, როცა თქვა არასწორად მიმართავენ პირველად დახმარებას. ესეთ დამწრობაზე იყენებენ საჭმელის სოდას აყრიან ხოლმე, კარნიუმის პერმანგანატს აყრიან ხოლმე. ხარობენ პირველი დახმარების სახით მზეც და ასე შემდეგ. ასევე ვთქვათ, არღებს, როცა კანის მთლიანობა დარღვეულია, იქ გამოვიყენოთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები, არაყი, ჭაჭა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეცია რომ ძალიან მტკივნეულია და ნუ ყოველშაბათში ამას ჯანმრთელობის სამკურნალო თვისების მატარებელი რა თქმა უნდა არ არის. ხშირად იყენებენ ხოლმე მაწონს, მაგრამ მაწონსაც თავისი ის აქვს, დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ვისმევთ მაწონს და წყალი ორთქლება გრილა და უბრალოდ სიამოვნება გვსიამოვნებს ეს ყველაფერი. თორემ მას სამკურნალო თვისებები არ აქვს. ბუნებრივად თუ ტრიალ მინდორში ვართ და 1 კილა მაწონი გვაქვს და დავიწვით. შეგვიძლია ნახევარი შევჭებოთ და ნახევარი წავისვათ, მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია ესე ვთქვათ აფთიაქში ლიცენზირებული მიზანმიმართული პრეპარატის შეძენა, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც ექნება და შეებასაც მოკრეს. ძალიან სახალისო საინტერესო საკითხს შეეხეთ, ეს არის აი ცუდი რეკომენდაციები, რომელსაც წევენ. შეგვიძლია ეს განსაზღვროთ, ყველაზე ხშირი რა ხდება თბილისში, საქართველოში ეგეთი რეკომენდაცია, რამაც შეიძლება უარესი გააკეთოს. აი ხა რასაც ვიხსენებ, ეს არის საჭმელის სოდის დაყრა, რომელიც იწვევს ქიმიურ დამწრობას და კიდევ უფრო აღრმავებს ესე ვთქვათ დაზიანებას. სამწუხაროდ ადამიანი ისე ამოწყობილი, რომ რაღაცა დაზიანებას ვღებულობ, უამრავი კეთილსურველები გამოჩნდება, რომელიც ვთქვათ, იქ ვიღაცის ბიძაშვილმა ესე გააკეთა, ვიღაცის მამიდაშვილმა და მესმის ადამიანებს, იმიტომ რომ მთელი სული და გულით უნდათ დახმარება, მაგრამ ხანდახან ისეა ხოლმე, რომ დახმარების მაგივრად ამიტომ ყველაფერს მაინც უნდა დაუჯერებთ. თუ არის რამე უნივერსალური რჩევა, რაც შეგვიძლია, ან პრეპარატი ისეთი რომელიც შეგვიძლია ყველას შევთავაზოთ. რაღაცა ისეთი უნივერსალური პრეპარატი, რომელიც ვთქვათ, ყველა დამწრობაზე, ყველა ფართობზე, ყველა სიღრმეზე თავიდან ბოლომდე ბავშვებს ესეთ საკმაოდ არ არის. მიცაც გეტყვით, აი ამ სხვა პრეპარატს, სხვა სტადიაზე ურთიერთ გამომრიცხველი თვისებები უნდა გქონდეთ. ამიტომ ესეთი პრეპარატი არ არის. ამიტომ
ხშირად კი არა, ალბათ თითქმის ყოველთვის შერჩევითად ვიყენებთ ხოლმე იმის დამოხეთ როგორი სურათია და როგორი დიაგნოზია სხვა პრეპარატებს. კი ბატონო და ძალიან მინდა გავიგო ქიმიური საშუალებებით დამწრობაზე. ეს თემაც მაინტერესებს, იმიტომ რომ მეც მქონია მჟავისგან თუ სწორად მახსოვს. დიდი ხნის წინ ესეთი პატარა წერტილი იყო, მაგრამ საკმაოდ ცუდი. კიდე მაგალითად მქონია ეგეც ალბათ ქიმიურ დამწრობაში გადის, ესეთი მცენარე არსებობს, დიყი, მთაში. დიყა, კავკასიური დიყა. დიახ და იმის დამწრობაც საკმაოდ სერიოზული და მწვარეა. სულ არის რამოდენიმე მცენარე, რომელიც ესე თქვა ქიმიურ დაზიანებას იწვევს ხოლმე. ერთ-ერთი არის კავკასიური დიყა, რომელიც საბედნიეროდ უშუალო კონტაქტი უნდა კონდეს და იწვევს ისეთ თხელკედლიან, ისეთ გამონაყარს, რომელიც თქვა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ლაგდება და ხორცდება, უბრალოდ ტკივილთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ქიმიურ დამწრობას, ქიმიური დამწრობა, ყველა ის პრეპარატი, რომელიც იწვევს კანის ნეკროზს, ძალიან სახიფათოა. ბუნებრივია ეს არის ტუტეები, მჟავები და სხვა. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ თვითონ ცემენტი სამშენებლო ცემენტის ქიმიურად აქტიური არის. ქიმიურად აქტიურია მაგალითად აი ხსნარს უამზადებენ და მშენებლობაზე თუ თქვა ჩექმების გარეშე ხარ და ფეხი გვისოლდება, საკმაოდ ხანგრძლივად ყოფნისას იწვევს ჩვენი კანის ნეკროზს. ამიტომ ესეც საკმაოდ ისეთი სახიფათოა. ასევე თქვა აი კალიუმის პერმანგანატი ვახსენეთ ეგრეთ წოდებული მარგანცუკა, სადაც ძახიან საბედნიეროდ აღარც არის უკვე, მაგრამ ძალიან ისეთი სერიოზულ დაზიანებებს იწვევს ხოლმე ქიმიური დამწრობის თვალსაზრისით. რაც ასევე გვინდა თქვენთან გავიგოთ, ეს არის როგორ ვუმკურნალოთ იარას. მოდით ესე ვთქვათ. დამწრობა ჩავაცხეთ, დავუშვეთ, თუ შეგვიძლია პლასტიკური ჩარევის გარდა გავაქროთ იარები. რატო ვისმევ ხელს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი 30 წლის იარა უკვე. ბავშვობაში მიღებული უთოს დამწრობა მეტალის და დღემდე შეიძლება კადრში არ ჩანს, მაგრამ ჩანს. მესამე ხარისხი დაზიანება არც თუ ისე იშვიათად ტოვებს გარკვეულ კვალს. მესამე ხარისხი და მეოთხე ხარისხი ბუნებრივია ყოველთვის, როცა თქვა კანის დეფიციტია და ხდება მეორადი დაჭიმით მისი შეხორცება, ანუ ეპითელიზაცია. სამწუხაროდ გარკვეული კვალი რჩება. ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემა არის ხოლმე, როცა თქვა ესეთი დაზიანება არის ხოლმე ესთეტიურად და ფუნქციურ არეებში, ეს არის სახის მიდამო, ეს არის მტევნები. ერთი რო ესთეტიკისთვის, მეორე ფუნქციისათვის. დაახლოებით სადღაც 27%-ში ესეთ პაციენტებს სჭირდებათ განმეორებითი რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგიის ჩარევა, რათა მოხდეს ფუნქციის აღდგენა, ერთის თვალსაზრისით და მეორე თქვათ ესთეტიურად მისაღები იყოს. რთული მოსასმენი არის, მაგრამ ალბათ თუ დაუფიქრდებით სასიხარულოა, რომ მედიცინა იმ დონეზე ავიდა, რომ ესეთი პრობლემები უკვე გვარდება და ადამიანებს შეუძლიათ ნორმალური ცხოვრება ამის შემდეგ და ესე ვთქვათ ფუნქციონირება როგორც ადამიანის. ერთი ეგ არის და მეორე მიმღებლობა საზოგადოებისაც შეიცვალა, იმიტომ რომ ადრე მაგალითად თუნდაც ჩემ ბავშვობაში რაღაც ფიზიკური ნაკლიდან, ფიზიკური დაზიანებით, აი ყველა ესე პირდაღებული უყურებდა და ძალიან ისეთი პაციენტები ბუნებრივია იყვნენ, მაგრამ იყვნენ საკუთარ ოთახებში, საკუთარ ოჯახებში ჩაკეტილები, ჩამქრალ სინათლეში, მათ არც ჰქონდათ სურვილი გარეთ გამოსულიყო და საზოგადოებას თანახებოდნენ. ეხლა დღესდღეობით ესე არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს კანი არის ჩვენი არაფერ კონტაქტია გარემოსთან, თორე თითოეულ პიროვნებას კანის დეფექტი რა თქმა უნდა არანაირად არ განსაზღვრავს. კი ბატონო, და ბოლოს არ შეიძლება არ გავჩერდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი პატარა რუბრიკასავით, ეს არის მითები გავრცელებული. რამოდენიმე ვახსენეთ, შეიძლება გამომეორდეთ, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო არის და ზოგ შემთხვევაში სახალისო. მოდით დავიწყეთ, მაწონზე უკვე ვისაუბრეთ, კარაქზეც ალბათ იგივე იქნება. კარაქიც არ გვინდა. ხო, კარაქიც არ გვინდა, არც კველის პასტად შეგვიძლია მაქვე მივამატოთ. ეს ხშირად არის ხოლმე მენთოლის შემცველი და ეს ალბათ ეს მითის მაქიდან მოდის, რომ მენთოლი შედარებით სიგრილეს განაპირობებს და შეფოს. კი ბატონო. ძმრის დასხმა? ბუნებრივია, ძმრის დასხმას არანაირი ეფექტი არ არის. ძმრის დასხმას ყოფილა შემთხვევაში რომ ძმარჟავას დაუსხიათ, იმიტომ რომ ძმარი, აი მითების ის ხდება ხო გაუმჯობესება ხდება ხოლმე. ქონია შემთხვევები რომ ზეთი და მანქანის ხელოსნები იყვნენ და მანქანის ზეთის დაუსხიათ. და აქვე შეგვიძლია თქვათ, რომ ასევე წარმატებით არ შეიძლება გამოყენება შარდს. აი, უნდა მეკითხა აუცილებლად, ეგეც
ხო, არანაირი არ ვიცი, ხა რა ვის დაიბადა აზრად, რატო მოვიდა საერთოდ თავში აზრად, რომ შეიძლება რაღაც, რა ვიცი, ჯინი ჭირდა და პირასად ბოროტი ხუმრობა გაუგეთა და დარჩა. მოსი სამეცნიერო საფუძველი არანაირი არ აქვს. კიდევ კვერცხის გულის აკაფვა იციან ხოლმე? იციან, სულ ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი. მახსოვს პირველი თუ მეორე მორიგეობა იყო, შემოიყვანეს გაზით დაზიანებული პაციენტი, რომელიც გაზქურას აკეთებდა, ასანთ შეხედა და სხვა სახის დამწვრობა მიიღო და ეს მამაკაცი ჯერ ერთი 12 კაცი მოყვადა, ესო შემოვიდა ეს მამაკაცი, რომ შევხედე ისეთი გაყინული სახე ჰქონდა მიმიკის გარეშე მონაცრისფრო, ესეთი მოყვითალო, აი მთელი ნიღაბი, აი საერთოდ არც რაღაცას ლაპარაკობდა, ვერ ვძგებულობდი, რომ დავაწვინეთ, დავიწყე ამის ჩამობანვა და ამ ჩამობანვაზე მთელი ეს სახე წამოვიდა, გული გამისკდა, ეხლა მეთქი ალბათ ეს არის, ხა რა ვიცი, ეგეთ რაღაც არ თქონდა ნანახი და აღმოჩნდა სახის დამწვრობა რომ მიიღო სადღაც 3 საათის განმავლობაში კვერცხის ცილას ბუმბულით უსმევდნენ სახეზე მთლიანად ეს შეახმდა არაფერი არ იყო უბრალოდ ნიღაბი მოცილდა და ქვევით ვარდისფერი კანი ჰქონდა. კიდევ ვიციან ხოლმე მცენარეების გამოყენება, მაგალითად ალოე და კიდევ რაც ალოე, კომბოსტო, ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ფიზიკა, კომბოსტოს ალოეს შეიცავს დიდ რაოდენობით წყალს, მისი აორთქლება გრილა, მაგალითად ოთახში, სადაც ვენტილატორია ჩართული, რატო გრილა, იმიტომ რომ უფლის აორთქლება ხდება, იმიტომ რომ ოთახის ტემპერატურის საერს გვიბეროს, არ უნდა გრილოდეს წესით, მაგრამ უფლის აორთქლება იწვევს სითბოს წართმოვას და სიგრილის შეგრძნებას. იგივე პრინციპია, ასე რომ კომბოსტოს რო დავიფინოთ, აი სიცხეზე იციან ხომ შუბლზე დადება კომბოსტოსი. სიცხე გამოაქვს, იმიტომ რომ სიგრილე არის. და კიდევ ერთი კითხვა, თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ ბუშტები ჩდება მეორე და მესამე კატეგორიის დამწვრობაზე, ხარისხის დამწვრობაზე, მათი გახეთქვა, მათი შეხება. ხო, როცა არის ხომ მცირე ზომის, პატარა ზომისა შემოფარგლული ბუნებრივი არ ღირს მისი გახეთქვა, იმიტომ რომ შეიძლება დამატებით ინფექციის წყაროც იყოს ეს ჩვენი გაკეთებული, იმიტომ რომ შიგნით ასე თუ ისე სტერილურად არის ქსოვილები. როცა თქვა დიდი ზომაა, ბუნებრივია, მას დამუშავება ჭირდება, გახსნა ჭირდება. მაგრამ იმასაც თავისი დრო აქვს ამ გახეთქვასაც, მაგალითად, როცა მასშტაბური დამწვრობა პირველ წუთებში არ ხდება ხომ ამის შემოდი, იმიტომ რომ სიცხეს ისეას ბევრს კარგავს. ამიტომ აი ესე ძალიან რთულია ფორმულა უთხრა, რომ ეს ფუშტი გავხეთქოთ, ეს ფუშტი არ გავხეთქოთ. ერთ-ერთი ესე ტრადიციული ნაწილი გახდა უკვე ცოტა განსხვავებული კითხვები. პირველი კითხავთ თქვენ რატომ გადაწყვეტეთ ექიმობა, რა მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე? ხო, კიდე კაი მივედი მაგ გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ ეხლა ვერც კი წარმოვიდგენია ჩემი თავი სხვა პროფესიაში. თუმცა სკოლის პერიოდი, სკოლის დამთავრების პერიოდიც აი უკვე რომ გადაწყვეტილი, ყველამ გადაწყვეტა მეგობრებმა რომ ის რა, აი ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა მინდოდა გამოსულიყავი. ძალიან ბევრი სფერო იყო, რაც შეიძლება და თქვა იქ ხატავდი, არქიტექტურა მინდოდა, ფიზიკის ფაკულტეტი მინდოდა, ანუ აი ურთიერთ გამომრიცხველები. მაგრამ კიდე კაი გადაწყვეტა ექიმობა, იმიტომ რომ დღესდღეობით ხა ვერც კი წარმოვიდგენია სხვა პროფესიაში ჩემი თავი, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი პროფესია ექიმობა. კი ბატონო, რთულია შეგედავთ ისეთ საქმეს აკეთებთ როგორც მინიმუმ. შეგიძლია შემედავოთ მაინც. მე ხო ვიცი რომ ესეა. მეორე კითხვა, როგორი პაციენტი გრძანდებთ? ხო, პაციენტი სხვათა შორის იძახიან რომ ექიმები არ არიან კარგი პაციენტები, მაგრამ ყოფილი პაციენტი და დამჯერე პაციენტი ვარ. აი ძალიან განსხვავდება ექიმის და მედპერსონალის მიერ დანახული რეალობა და პაციენტიდან დანახული რეალობა. ეს არის ურთიერთგამომრიცხველი. შეიძლება სხვადასხვა რაღაცაზეც კი იყოს საუბარი. ფილმს ვაგონებს, კუროსავას ფილმს კვლელობა რო ხდება და ყველა მოწმე თავის ისტორიას უყვება და ბოლოს გარდაცვლილი ყვება საერთოდ სხვა სურათს, ანუ ყველას თავის რეალობა აქვს. მაგრამ ერთამის ვიცი რომ მაინც ჯობია მიენტო და დაუჯერო ექიმს, იმიტომ რომ ეს ძალიან შველის შენ გამოჯანმრთელებას. სულ მახსენდება ხოლმე ფრანგი ექიმის სიტყვები, რომ ექიმის ფუნქცია გაართოს პაციენტის ანალ ღმერთი გადაარჩენს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. იმედი მაქვს რომ ჩვენ მაყურებელს გავეცით პასუხი ბევრ კითხვაზე, ასევე იმედი მაქვს რომ ძალიან დატვირთული არ იქნებით თქვენ და ნაკლები პაციენტი გეყოლებათ და უსურვებ ჯანმრთელობას რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს მომავალ შემთხვევებამდე გემშვიდობებით.
რა უნდა ვიცოდეთ, როცა გასართობად და გასაგრილებლად აუზზე მივდივართ. არ ვუფიქრდებით, როცა შემთხვევით ან ბავშვი დაშავდება, ან თუნდაც ჩვენ თავად. პირველ რიგში აუცილებელი რეკომენდაციაა ყურადღება არ მოვადუნოთ. არ ვუკვირდებით საგანგაშო რა შეიძლება იყოს, ან თუნდაც რამდენად სწორია ქინძის თავით ეგრეთ წოდებული ბულავკით გაჭიმულობის მოშვება. მიიღეთ რეკომენდაციები პირველადი დახმარების ინსტრუქტორისგან, პარამედიკოსისგან, ირაკლი ხეჩიკაშვილისგან. მოვიდა ნანატრი ივნისი, როგორც იქნა დაცხა. და როგორც ყოველთვის ყველას შეგვაწუხა სიცხემ და ჩვენს და ჩვენ პატარებსაც გვინდა ამ სიცხეს გავექცეთ. და რა არის ამის საუკეთესო საშუალება თუ არა აუზი. ძალიან სასიამოვნო, გამაგრილებელი, გამაჯანსაღებელი საშუალება, თუმცა ამასთანავე რისკის შემცვლელი. მე აუდექიდან გავგუგლე და როგორც ყოველთვის ისევ და ისევ შემოწმებელ ციფრებს მივაგენი. მაგალითისთვის იმას, რომ საშუალოდ თურმე მსოფლიოში დაახლოებით 240,000-მდე ადამიანი, არა, უბრალოდ ბავშვი 1-დან 14 წლამდე იხრჩობა წელიწადში და საერთოდაც დახრჩობა აღმოჩნდა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე უბედური შემთხვევა. ამიტომაც მე გადავწყვიტე ჩვენი უკვე მეგობარი, პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი კიდევ ერთხელ შევაწუხო და მას დაუსვა რაღაც კითხვები იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ უნდა ვიყო უფრო მშვიდად, მაშინ როდესაც მე და ჩემი ბავშვი ვიქნებით აუზზე. ირაკლი, გამარჯობა. გამარჯობა. შეგაწუხეთ და კი ბატონო, დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. პირიქით. საკმაოდ ესე საჭიროებო და მნიშვნელოვანი საკითხზე უნდა ვისაუბროთ. შეამოვნებით. აუზთან ვართ და თანაც მე თუ მკითხავ, ზუსტად რისკის შემცვლელ აუზთან ვართ. კი, ნამდვილად. ერთი შეხედვითაც, ესე ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალითაც კი მე პირადად ვხვდები, რომ ამ აუზს აქვს ბევრი რისკი და მე პირადად როდესაც აქ ვარ, საკმაოდ ვღელავ ხოლმე და ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვართ აუზთან. მაგრამ ამის და მიუხედავად აღმოჩნდა, რომ სოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა 1-დან 14 წლამდე ბავშვებში, მით უმეტეს 5 წლამდე ასაკი არის, როგორც ჩანს, ყველაზე რისკის შემცვლელი და აი მეტი შენ რო გვესაუბრო უკვე ამ საკითხზე, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. ზოგადად აქტუალური საკითხია და რატო ხო? აი ძალიან დიდი სტატისტიკა ახსენე ახლა რეალურად, ასე ვთქვათ, დახრჩობის წყალში, ხო? ეს არ იქნება, არ არის საუბარი მაინც 1-5 წლამდე, მოდი ვთქვათ, ზრდასრულებში, ხო? ძალიან დიდი ციფრია, მაგრამ რეალურად რომ მივყვეთ საქართველოშიც კი პარადოქსია და რა არის პარადოქსი? ის რომ ჩვენ არ ვზრუნავთ უსაფრთხოებას. ამდენი უბედური შემთხვევის მიუხედავადაც კი მაინც არ არის გათვალისწინებული რაღაცა ის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლის გადარჩენის რაღაც საშუალება, ხო? მარტივად რო ვთქვათ, რომელ აუზზე მიყავს ბავშვი, რომელიც უახლოესია და თვლი რომ სუფთა ჰიგიენურად სუფთა, მაგრამ იქ დატრენინგებული თუ არა სტაფი, აქვს თუ არა შესაბამისი მინიმუმ პირველი დახმარების ჩანთა, რომელიც ესე ბაზისურად პასუხობს რაღაცა სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას, ხო? საუბარი ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, რამდენად უსაფრთხოა აუზი, ამას თავის წესები აქვს, ასევე როგორ გამოვიყენოთ ეს გასაბერი ბალიშები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი თანმიმდევრულად რომ დავუყოთ, ეს სინქრონად რომ მივყვეთ, უპირველესი მაინც იწყება ყურადღებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მშობელი უნდა იყოს ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო მეტად ყურადღება. კი არის ხოლმე ის მითი, რომ აი თუ ვიღაც იხრჩობა მარტივად შესამჩნევია. არა, ეს ასე არ არის რეალურად. იქ იმ დონეზე არის ადამიანი აგონიაშია და იმ დონეზე პანიკური, ასე ვთქვათ, მომენტშია, რომ იქ ვერ გეძახის, არც მაგის დრო აქვს და მისი, ასე ვთქვათ, ტვინი ამისთვის არ აზროვნებს. ამიტომ თუ დავაკვირდებით, სამაშველო, ასე ვთქვათ, ჭიხურები თუ რავი რაც ქვია, შემაღლებულ ადგილზე დგას, იმიტომ რომ უფრო მარტივი იყოს შეხედვა, ხო? ამიტომ არასდროს არ მოვადუნოთ თვალი და არ მოვაშოროთ თვალი აუზში ბავშვს, სახელის ნიშნით. ეს არის უპირველესი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კომპონენტი. ამას მოყვება მე უკვე სასტუმროების, აუზების, გვესტჰაუსების თუ ნებისმიერ დაწესებულების აუზი იქნება ეს ზღვა, ნებისმიერ ესეთი გასართობების საშუალება, რომელი და რა სახის დახმარება შეიძლება გაიწვიოს ადგილზე დაშავება. პირველი, რაც თავარია აუზის უსაფრთხოება, მეორე ვახსენე და გავიმეორებ, რომ სტაფი აუცილებლად უნდა იყოს დატრენინგებული. სამწუხაროდ ეს ტრენინგები ესე ონლაინ კურსებით არ გვარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური რაღაცა რამდენიმე საათიანი ტრენინგი მაინც იყოს გავლილი, უშუალოდ გარემოში ან თუნდაც ტრენინგ სივრცეში დაუშვათ არ არის პრობლემა, რომ ძალიან მარტივად აითვისონ დამხმარება ან თუნდაც სტაფმა, მშობელმა, ბავშვებმა, უკვე უფროსკლასელებმა ეს ყველაფერი იცოდნენ, როგორ რა სიტუაციაში რა დახმარება აღმოუჩინოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოყვება მე უკვე ინვენტარი.
ჩვენ რა ინვენტარი შეიძლება გქონდეს პირველი გადაუდებელი დახმარებისთვის, რომ სწორად აღმოუჩინოთ დაზარალებულ დახმარება, ხო? საუბარი მაქვს პირველი დახმარების ჩანთაზე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში მხოლოდ ბინტი და ბამით არის ხოლმე გამოტენილი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რა ვქნა ასე. ესეთი ჩანთა უნდა პასუხობდეს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან თუ პირველი დახმარების ასე ვთქვათ კუთხით რა უნდა იდოს აი ამ ჩანთაში. ამის მერე მოყვება უკვე დეფიბრილატორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორ ასე ვთქვათ დახმარებას გვიწევს ჩვენ. ეხლა ჩვენ რატო? ჩვენ იქ ვართ სასტრაფო მდელი დახმარება, ხო ესეა? ჩვენ ვართ ცალკერგოლი. სასტრაფო ცალკერგოლია. ჩვენ და სასტრაფომ უნდა შევქმნათ მთლიანი ჯაჭვი. ეს ჯაჭვი თუ სადღაც შუაში გაწყდა, ამის აღდგენა მე ძალიან რთულია. ამიტომ დეფიბრილატორი, ხო ეს არის აპარატი, რომელსაც შეუძლია გულს გაუკეთოს რესტარტის ფუნქცია და ხელახლა დააწყებინოს, ანუ მოხსნის ქაოსურ იმპულსებს და გული დამოუკიდებლად მე ჩვენ დახმარებით ანუ ეწოლებით კერდის ძვალზე დავაწყებინოთ ხელახლა მუშაობას. აქვე მოდი ერთი მითი დავამსხვრიოთ, რომ აღმოჩნდა რომ ამბობენ ხოლმე ხშირად რომ თუ არ წყალში დახრჩობაო, მუხზე უნდა დაიწვინოთ და ზოგში უთყათ. არა, მეგობრებო, აღმოჩნდა და კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს არის მითი, არ არის ეფექტური, ამიტომაც აქ ჩვენ გვახსოვს DRCAB წინა გადაცემიდან რა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ დახრჩობის მომენტში უპირატესობა ენიჭება ჯერ ჩაბერვებს, ანუ თუ ნახეთ რომ არის დახრჩობა წყალში და დაზარალებული უკვე უსაფრთხო ადგილზეა, ჯერ უპირატესობა ენიჭება ჩაბერვებს და რატო? იმიტომ რომ რეალურად გულის გაჩერება აქ მოდის ჰიპოქსიით. შანგობად აღარ მიდის ფილტვებში, იმიტომ რომ სავსეა სითხით ეს ფილტვები და შესაბამისად პირველი იწყება ჩაბერვებით, მოყვება 5 ჩაბერვა და მერე გრძელდება 30 ზეწოლას პლუს 2 პირდაპირ ჩაბერვა. ყველაზე ხშირი კითხვა არის ხოლმე ამ დროს, რომ კი, მაგრამ თუ არის წყალში დახრჩობილი და ჩვენ ვაკეთებთ ზეწოლებს, შეიძლება წყალი გადმოვიდეს პირზედა, ხო ესე? კი. ძალიან სწორი მიდგომაა, ამიტომაც პარალელურად ჯობია რომ ეს წყალი, წყალი თუ მასა თუ ნაღებინე მასა თუ რაძნე დავარქვათ, პარალელურ რეჟიმში მოუწმინეთ, ხო? საუბარია ხელსახოცი, ბოლო-ბოლო მაისური, რაიმე ისეთ საშუალებით, რითიც შეიძლება რომ გავასწოროთ ეს ყველაფერი. ეს არის ის ბაზისური მიდგომა, რითიც შეიძლება რომ მინიმუმ რაღაცა შევამციროთ, მაინც სიკვდილიანობა. კი ნახე და კი მითხარი ახლა როგორ სტატისტიკაც იყო. ასე რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქვე სიმთვრალეში კარგად ვცურავ, ალბათ გაგიგეთ ეს ფრაზა, ხო? არა, ეს მითია, იმიტომ რომ სიმთვრალეში არც კარგად არ ვცურავთ, არც კარგად არ მართავთ მანქანას და უპირველეს ყოვლისა არის რისკები, რომ ჩვენ დავზარალდეთ და მე ჩვენს გარშემო მყოფები დავაზარალოთ, ხო ესეა? ამიტომ სიმთვრალეში რეფლექსები მომდევნებულია, მანევრირებაც საჭესთან თუ იქნება ნაკლები, ამიტომაც რა თქმა უნდა აუზშიც უფრო დიდი რისკია, რომ ფატალურად დავდოთ რაღაცა პრობლემა, ვიდრე ხიზლან მდგომარეობაში. გარდა ამისა, სინქრონად რო გავყვეთ, ხო? მოდის მე აუზის უსაფრთხოება. წესი და რიგი და აუზის უსაფრთხოებაში უნდა გულისხმობდეს რა? აუზი უნდა იყოს შემოფარგლული ავტომატური კარით, რომელიც ასე თუ ისე დაცული არის, რომ ყველას იქ რაღაცა ჭუმპალაობა ბოდიში ჟარგონს არ ქონდეს რაღაცა უყურადღებობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ აუზს ქონდეს შესაბამისი საჰაერო ბალიშები, ხო? რატო? ოღონდ აქაც არის მნიშვნელოვანი რომ საჰაერო ბალიშები, ანუ ის გასაბერი ბალიშები სწორად იქნეს გამოყენებული. იმიტომ რომ თუ ჩვენ დაუჯერებთ წყაროებზე ინფორმაციას, აღმოჩნდა რომ არასწორად გამოყენებულმა ბალიშმა შეიძლება პირიქით გადაგვაყირაოს და რეალურად ჩვენ უფრო საშიში სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რადგან ეს აღნიშნეთ, მაგას გავყვეთ, რა რისკი არის აი ზუსტად ამ გადაბრუნების. ყველაზე დიდი შეცდომა არის ხოლმე, როცა ეს რგოლი არის პატარა და იკეთებენ დიდი ზომის ადამიანები ასეთ სიტუაციაში. ამიტომ ამას შეიძლება საერთოდ ვერ გაუძლოს და გაიძინოს მარტივად რო ვთქვა. მეორე თუ არასწორად გაიკეთებ ხა აი ამ რგოლს, დიდი შანსია რომ პირიქით გადმობრუნდე და რეალურად თავი თქვით აღმოჩნდა. თუ რგოლი კეთდება წელზე, უფრო სახიფათო. და რატო? უფრო მარტივია რომ წონასწორობა დაკარგო და გადატრეთ. ამიტომ რგოლის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ იყოს გულკერდზე დაფიქსირებული. რატო? ეპიცენტრი, წონის ეპიცენტრი მიდის ქვევით და რეალურად გადაბრუნების შანსი უფრო ნაკლებია. ამიტომ წელით ხა ჩაჯდომად შეიძლება ცოტა სარისკო იყოს, ვერ გეტყვი, ამას ალბათ უფრო მეტად ცურვის ინსტრუქტორებს უნდა მოვთხოვოთ, ვიდრე პირველ დახმარების ინსტრუქტორს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესეც სწორად გამოვიყენოთ. წყლის გადაყლაპვა, რაც აუზში ზღვაზე ძალიან ხშირია. კი ბატონო, მოდი ახლა გავარჩიოთ გადაყლაპვა და გადაცდენა. წყლის გადაყლაპვა, ანუ ყლაპვა რა არის, ხო, ეს არის მექანიზმი, როდესაც საკვებით წყალიც და გამაგრებელი სასმელებით ხდება კუჭში. მაგრამ გადაცდენაზე თუ მიდგება საქმე, საუბარი არის ეს, რომ წყალიც და უცხო სხეულით, ну, საკვებით მაგალითად, ხო, გადაგვცდა ჭყალებში, სასულეში გადასტაო გაგიგიათ ალბათ, ხო? ეს არის ზოგი სასუნთქი სისტემა, ანუ ტრაქეა, რომელიც ჩადის მე ფილტვებში და საბოლოო ჯამში რა ხდება? წეღანაც თქვი და კიდე გავშავ და გავმარტოთ. როცა ხდება დახრჩობა,
აუზი, წყალი, მოდი ესე ვთქვა. წყალში დახჭობა, აქ ხდება რა? ივსება ფილტვები წყლით, ამიტომაც გულის გაჩერების უმთავრესი მიზეზი არის ჰიპოქსია. ანუ ჟანგბადოვანი დეფიციტი. თუ ფილტრში იქნება სავსე წყალი, საბოლოო ჯამში ფილტვი თავის ფუნქციას, ანუ ჟანგბადოვან ცვლას აღარ განახორციელებს და ზუსტად ის მოხდება, რაც თქვით, გულის გაჩერება. ამიტოა რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები, გულფილტრის რეანიმაციის დაწყება, პრიორიტეტი ჯერ არის ჩაბერვა და მერე ზეწოლები 30 2 პირდაპირ ჩაბერის პრინციპით. ეს არის სწორი მიდგომა თუ საუბარი გვაქვს წყალში დახშობაზე. მაგრამ არ მინდა რომ გამოვრჩეს ჰიპერვენტილაცია. ალბათ გაგიგიათ რომ ბავშვები ჩაყვინთვამდე და დიდებიც ჯერ იწყებენ ხშირად სუნთქოს, თითქოს ჟანგბადის დაგროვებას აკეთებენ და მერე ყვინთავენ. რეალურად რომ მივყვეთ, კი, ჟანგბადი ნამდვილად გროვდება, მაგრამ გახშირებულ სუნთქვას, ანუ ჰიპერვენტილაციას მოყვება რა? ნახშირ ორჟანგის გამოდევა. ეხლა ჩვენ რო ჭყალებში დაგროვებულ ჟანგბადი ჩავყვინთეთ, შეიძლება დიდხანს გავძლოთ, მაგრამ რეალურად დგება პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს გონების კარგვა. და რატო? აღმოჩნდა, რომ ჩასუნთქვას ვახორციელებთ მაშინ, ჩვენ როცა ორგანიზმში გვაქვს ნახშირ ორჟანგის კონკრეტული კონცენტრაცია. ამიტომ მე თუ ჰიპერვენტილაციით ეს კონცენტრაცია გამოვდევნე, უკვე ჩემი ტვინი ასე ვთქვათ, მიმართული იმაზე, რომ აღარ უნდა ჩაისუნთქოს. ამიტომ იწყება გონების კარგვაც. შესაბამისად, ესეც საკმაოდ ისეთი პრობლემური საკითხი არის და რეალურად არ ღირს აი ამ გარიშკვა, რომ დაუშვათ დიდხანს გავცურო. ჯობია სწორი ცურო ვისწავლოთ, სწორი ვენტილაცია ცურვის დროს და ესე უფრო მარტივი იქნება ჩვენ შემთხვევაში რაღაცა. ამიტომ ჰიპერვენტილაცია თლად ისე გამართლებული გონევრული ნაბიჯი არ არის. და კიდევ ერთი საკითხი, რაც მშობლებს ძალიან, ესე ვთქვათ, აბრაზებს არა, მაგრამ არ სიამოვნებთ ხოლმე, ეს არის ხტუნაობა, რაც ბავშვების, ესე ვთქვათ, საყვარელი საქმიანობა არის აუზზე და აუზზე. კი. წესი და რიგით ეხა აუზზე თუ არ იქნება ისეთი სიმაღლე, საიდანაც შეიძლება რომ მექანიკური დაზიანება მიიღოს წყალთან კონტაქტის შედეგად, რაღაც დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ ეხა თუ თან იცი სწორად როგორ რა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქაც ნაკლები ეხა პროფესიონალური მოცურავე პრობლემით სიმაღლე ხტებიან, იბათ არ ვიხებით, ხო? ჩვენ საუბრობთ აბსოლუტურად დილეტანტ ბავშვებს. ამიტომ არ არის სასურველი რომ იყოს რაღაცა კონკრეტული მაღალი სიმაღლე იმისთვის რომ გადახდეს აუზში, ჯობია რომ იყოს მინიმალური შემაღლება, სადაც მინიმალური შეხების ასე ვთქვათ წერტილი და დონე იქნება წყალთან. ეს არის ყველაზე მართებული მედიცინის შეხედულებით. ასე რომ იქ ინსტრუქტორებად სურვილს თვითონ მიხედავთ თავიანთ საქმეს. ჩვენ მედიცინაში. ნაბახუსებზე, ზღვაში, მდინარეში, სადმე შესვლა მართლა საშიშია თუ მითია? აი, მოდი მივყვეთ ახლა ცოტა ანატომიას და ფიზიოლოგიას. ახლა რა არის ნაბახუსები, ხო? ნაბახუსები არის რა? დებული რომლის დროსაც სისხლძარღვები შევიწროებული, გაფართოებული, ნუ აი ეს მარტივად რო თქვათ, არ არის თავისი ნორმალურ ფუნქციონირებაში. წყალში ჩასვლის დროს, როცა ასე თუ ისე ცივი არის ჩვენთვის, ხდება სისხლძარღვების უეცარი შევიწროება. რატო? ეს არის დამცველობითი მექანიზმი, რომ არ გასცეს სითბო ჩვენმა ორგანიზმმა. ამიტომაც ახლა ნაბახუსებზე და სიმთვრალეში, როდესაც სისხლძარღვები არის საკმაოდ გაფართოებული, უეცარი შევიწროება დისკომფორტი შეიძლება შექმნას. ამიტომ რეკომენდაცია, როგორც ასეთი კატეგორიული მედიცინიდან, რომ ნაბახუსებზე რაღაცა ესე კონკრეტულად კატეგორიად არ ჩახვიდე, მე პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ესე მითებით რომ მიყვეთ, აღმოჩნდა რომ ბევრი იძახის რომ უჯერებს ამ მითს, რომ არ არის რეკომენდებული ესე შესვლა ნაბახუსებზე. სიმთვრალეს რაც შეეხება, სიმთვრალის მოყვება ნაბახუსები, ხო? ზოგი ნაბახუსებზე ვერ არის და ისე მთვრალია რეალურად. სიმთვრალეზეც რა თქმა უნდა სასრული არ არის რომ ვიცურავთ, იმიტომ რომ ხელი გვეშლება ბევრ რაღაცა სწორ მოძრაობაში, სწორ სუნთქვაში და კოორდინაციაში. ამიტომ არ არის რეკომენდებული სიმთვრალეში ცურვა. ვახსენეთ უკვე რომ აი ზღვაში შორს ბანაობის ერთ-ერთი ცურვის ერთ-ერთი რისკი არის დაჭიმულობა, კიდურების და ეს მითი რომ უნდა ვიქონიოთ ნემსი, ქინძის თავი. ფეხის დაჭიმა, ნუ კრამპი ხო საუბარია კუნთის დაჭიმვაზე, რომელიც ალბათ ყველა ჩვენთაგან მოსულია ბუნებრივი ამბავია. ამდენ ხა არ ვიცი ხალხი რომ ბულაბკა გაგრილები დადიან ხოლმე რაღაცა საცურაო კოსტუმი და ვერ გეტყვი, რეალურად სამედიცინო კუთხით არსად სანდო სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს რომ ბულაბკა ამას შველის. ერთადერთი შეიძლება მექანიზმი თეორიულად მივყვეთ რომ ბრჭყალებში ყურადღება გადაიტანოს. კიბილზე მხოლოდ და მხოლოდ, თორე რეალურად ფეხის დაჭიმოს აქვს თავისი მიდგომა, ხო? დაჭიმვა. თუ გინახავს ალბათ ფეხბურთელებსაც რომ დაიჭიმოთ ფეხი, აწევენ ფეხს და ტერფს აწევენ. ეს არის უფრო სწორი მიდგომა, ვიდრე ბულაბკით ჩხვლეტა და მათ შორის ენა გადაყლავა ბულაბკით დაჭერა ენის. აი იგივე პრინციპია დაახლოებით აქ. ამიტომ ჯობია რომ უფრო მეტად რაც გამართლებულია და დადასტურებულია რომ შველის ინფარქტს მივყვეთ,
ვიდრე ბულავკას. თუმცა მოსახლეობაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ვისაც მაგვითი ჯერა, რომ ბულავკა თურმე შველის კრამპს. აუცილებლად საცურაო კოსტუმზე სადღაც იყოს. ფსიქოლოგიურად ეთქვა ალბათ. სიმშვიდის გარკვეულ. უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, ალბათ. კი ბატონო. დიდი მადლობა ირაკლი, კიდევ ერთხელ იმედია, გაგეცით გარკვეულ კითხვებზე პასუხი, თუ ვერ გაგეცით, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ და აუცილებლად ვეცდებით, რომ ირაკლი კიდევ ერთხელ შევაწუხოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თემაა და პირველად გადაუდებელი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ცხოვრების და რაც უფრო მეტი გვეცოდინება ამაზე, მით უკეთესი. ჩვენთვის და სოციუმისთვის. დაგემშვიდობები ამით, გისურვებთ ყველას მშვიდ, კარგ, ბედნიერ, ნათელ ზაფხულს, მზიანს, რაც თავარია, იმიტომ რომ ცოტა მოგბეზდა ეს ამდენი ღრუბელი და წვიმა და იქნებ ვისიამოვნოთ აუზით, მაგრამ უსაფრთხო. როგორც ითქვა, სუფთა ზღვა და უღრუბლოცა. ასე რომ, მადლობა. იცოდით, რომ რაც უფრო ფერადია თეფშზე ბოსტნეული ან ხილი, მით მეტ ანტიოქსიდანტს იღებთ. ეცადეთ დღეში მინიმუმ 3 სხვადასხვა ფერის ბოსტნეული და ხილი მიირთვა. რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებ რაფინირებულ შაქარს საჭმელში ან სასმელში, მით უფრო ნაკლები იქნება დღის განმავლობაში ენერგიის დაცემა და ხასიათის გაღიზიანება. პირველი საკვები აძლევს ტვინს ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამცირებს დღეში ზედმეტი ჭამის რისკს. ამიტომ არ გამოტოვო საუზმე. გისურვებთ ჯანმრთელობას. მომავალ ხუთშაბათამდე. და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, როგორც YouTube-ზე, ისევე Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. მომავალ შეხვედრამდე კიდევ ერთხელ.